გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები რეგიონულ აგროდაგეგმარებაში. სოფლის მეურნეობას მომავალი რეგიონალურ დონეზე ყალიბდება. რეგიონალური აგროდაგეგმარება მოიცავს მიწათსარგებლობის მართვისა და ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის ამოცანებს. ეს კომპლექსური ამოცანა მოითხოვს რთული სივრცითი ურთიერთობების გააზრებასა და კონკურენტული მოთხოვნების დაბალანსებას. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები ამ სფეროში შეუცვლელი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვანი მონაცემების ინტეგრირებას, ანალიზსა და ვიზუალური გამოსახვის პლატფორმას. GIS-ი რეგიონულ დამგეგმავებს საშუალებას აძლევს გადავიდნენ პროაქტიულ სტრატეგიებზე, რაც ხელს უწყობს მდგრადი და გამძლე სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტების ჩამოყალიბებას. რეგიონალური დაგეგმარება მიწის თანდაყოლილი მახასიათებლების შესწავლით იწყება. GIS-ი გვეხმარება ამ მახასიათებლების რუკაზე დატანით. ამ სივრცითი მონაცემების ფენებად დაჯგუფებითა და ინტერპრეტაციით, გეოსაინფორმაციო სისტემას შეუძლია რეგიონის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ზონების გამოყოფა. მაგალითად, მას შეუძლია გამოავლინოს ნაყოფიერი ნიადაგებისა და ოპტიმალური ნალექების მქონე ტერიტორიები, მაღალმოსავლიანი კულტურებისთვის, ან დაადგინოს სპეციფიკური მიკროკლიმატის მქონე ზონები, რომლებიც შესაფერისია სპეციალიზებული მებაღეობისთვის. ასეთი ზონალური რუკების შედგენა უზრუნველყოფს ობიექტურ საფუძველს სასოფლო-სამეურნეო განვითარების წარმართვისთვის. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიწათსარგებლობა შეესაბამებოდეს ბუნებრივ შესაძლებლობებს და მაქსიმალურად გაზარდოს რეგიონული პროდუქტიულობა. მდგრადი სოფლის მეურნეობის რეგიონალური მართვა დამოკიდებულია მიწათსარგებლობის გააზრებულ მართვაზე. GIS-ი ამ პროცესში მძლავრი მოკავშირეა, რომელიც გვეხმარება ბალანსის დაცვაში სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და გარემოს დაცვას შორის. დამგეგმავებს შეუძლიათ გამოიყენონ GIS-ი არამხოლოდ მეურნეობისთვის საუკეთესო ტერიტორიების გამოსავლენად, ასევე იმ ზონების გამოსავლენადაც, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს კონსერვაციისთვის. დაცული იყოს როგორც წყალშემკრები აუზები, ან გამოიყოს ურბანული განვითარებისთვის. მიწათსარგებლობის სხვადასხვა სცენარის მოდელირებით, GIS-ი ეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს თავიანთი გადაწყვეტილებების ვიზუალურ წარმოდგენაში, რაც ხელს უწყობს ინტეგრირებული მიწათსარგებლობის გეგმების შემუშავებას. ასეთი გეგმები თავის მხრივ ხელს უწყობენ გრძელვადიან სასოფლო-სამეურნეო მდგრადობას, იცავენ ეკოსისტემებს და ამცირებენ კონფლიქტებს კონკრეტულ ინტერესებს შორის. წყალი სოფლისწრებობისათვის საციცოცხლო მნიშვნელოვანი კომპონენტია. GIS-ი კრიტიკულ როლს ასრულებს მისი მართვის დაგეგმარებაში. რელიეფის, წყლის წყაროებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილების ანალიზით, GIS-ს შეუძლია არხებისთვის ყველაზე ეფექტური მარშრუტების იდენტიფიცირება, ასევე წყალსაცავებისთვის ოპტიმალური ადგილმდებარეობებისა და იმ ტერიტორიების გამოვლენა, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ სარწყავი პროექტებისგან. ირიგაციის გარდა, GIS-ი ეხმარება სხვა აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ განვითარებას. მას შეუძლია დაეხმაროს მოსავლის აღების შემდგომი ობიექტების, საწყობებისა და ბაზართან მისასვლელი გზების საუკეთესო ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვს, ანუ პროდუქციის მიტანას წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ამცირებს დანაკარგებსა და აძლიერებს მთელი რეგიონის ეკონომიკურ სიცოცხლის უნარიანობას. GIS-ის ინტეგრირება რეგიონულ აგროდაგეგმარებაში მოიცავს როგორც გამოწვევებს, ასევე მის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. დაბრკოლებები შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სტანდარტიზებული მონაცემების საჭიროებას, დიდი ტერიტორიებისთვის მონაცემთა შეძენისა და შენარჩუნების ღირებულებას, დაგეგმვის სააგენტოებში კვალიფიციური კადრების აუცილებლობას. თუმცა შესაძლებლობები მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია. დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიების მიღწევები რეგიონული მასშტაბის მონაცემებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. არსებობს მრავალი პლატფორმა სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტსა და დაინტერესებულ ჯგუფებს შორის მონაცემთა გაზიარებისა და კოორდინირებული დაგეგმვისთვის. კვალიფიკაციის ამაღლებაში ინვესტირებითა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების კულტურის ხელშეწყობით, რეგიონებს შეუძლიათ გამოიყენონ GIS-ის სრული პოტენციალი უფრო ეფექტური, სამართლიანი და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესამუშავებლად, მომავალი ზრდისა და მდგრადობისთვის. სასოფლო-სამეურნეო რეგიონების მომავლის ფორმირება მოითხოვს ხედვას, თანამშრომლობასა და ანალიტიკას. GIS-ი უზრუნველყოფს სივრცით ინტელექტს სტრატეგიული დაგეგმარებისთვის.
გისის ათვისებით რეგიონულ დამგეგმავებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ გზა გაუკვალონ სტრატეგიულ სასოფლო-სამეურნეო ზრდას, გაძლიერებულ სასურსათო უსაფრთხოებას, გარემოს დაცვით მმართველობასა და სიცოცხლის უნარიან სოფლის ეკონომიკას. ჭკვიანი რუკების შედგენა არაა მხოლოდ რუკების შექმნა, ესაა უფრო პროდუქტიული და მდგრადი მომავლის შენება ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ცენტრებისთვის.